პირადი ურთიერთობები და განცდები რო აზანზარებს ფსიქიკას, ეგრე არაფერი არ აზანზარებს, იქნებ სულაც არ არის სამყარო უბედურება, იქნებ მე ვხედავ რაღაცას არასწორად, ძალიან დიდი წყუდია თან გახარ წინ და რისკზე აგდებ შენს თავს და არც იცი რა გამოგივა. დაბალ ცნობიერებაში ერთ წრეზე ტრიალი მიდის მუდმივად, ტოქსიკური ურთიერთობები რა არის. ერთი მისდევს მეორეს, არ იღებს იმის უარს და მე შენთან არ უნდა დაეხვეწები, ჩემთან იყავი. ეს რო დაინახო, რამდენად შეურაცხმყოფელია. როდის იწყება პიროვნული განვითარება? უნდა გადაგიაროს, გაგანადგუროს, რომ ჩამოგეშალოს ესეგო, რომ ადამიანად იქცე თუ ქაოსი დიდია თქვენში და კონტაქტი გაწყვეტილია თქვენს თავთან, პროცესი უკვე თავისთავად მტკივნეულია. ყველა ტანჯვის უკან დგას კონკრეტული აზრი. ხა ადამიანს ყველანაირი ბოდუსკენ მიდრეკილება, მკითხავი, ნათელფხილველი, რა ვიცი, ჭხიბავი, ყველაფერი უნდა მიიღე, ებრძვი, დააკვირდი, გააცნობიერე, რატომ მოხდა. ეს ასოება მექნება ქრისტესი და ის ამაცილებს ყველა უბედურებას. იმან თავის თავსაც არ ააცილა. გითხრა, რომ რაც გასავლელია, ის უნდა გაიარო. ყველაფერი სისულელეა სიყვარულის გარდაო. მეგონა რომ მწვერვალები უნდა გადამეარა დედასთან, მომდი მამასთან, ხალხთან შეჯიბრი. მოიხედავ და ხვდები, რომ რატო რისთვის მჭირდებოდა ეს ომი. ჯანდაბამდის გზა ქონია ამ ყველაფერს. ეხლა მთელი ჩემი სადარდებლები დღეს დილოს რო გავიღვიძე და რაღაცებზე ნერვიულობდი, მართლა ზემოდან შევხედე. რა ახლავს იცი ამას? გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ სადაზღვევო კომპანია იმედიელი, რომელსაც თქვენთვის კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომლითაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეიდან დაზღვევა უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. ჩვენი პოდკასტის მაყურებლებს კი შეგიძლიათ ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით და შეიძინოთ უნო კომფორტი ონლაინ. პრომო კოდს და ვებგვერდს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს, რომელსაც სიხარულით მივესალმები უკვე მეორედ ჩემ სტუდიაში. მადლობა ნონა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი და ჩვენი საუბრის შთაგონება გახდა ნონას ერთ-ერთი პოსტი. ნონა ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და გვანებიურებს ამით და ეს სტატუსი როდესაც წავიკითხე, მაშინვე დავსკრინე, ჩავუგდე და ვუთხარი, რომ მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ამ სტატუსს მე წაგიკითხავთ მოგვიანებით აუცილებლად, მანამდე კი გეტყვით რაზეა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი, ეს იქნება პიროვნული განვითარების გარშემო და ნონასთან მექნება ჯერ პირველ რიგში ის კითხვა, რომელიც დამრჩა წინა საუბრიდან, ჩვენ როცა საუბრობდით, შენ ამბობდი, რომ ძალიან კარგია, რომ 30 წლის მერე გააჩინე შვილი, იმიტომ რომ მანამდე, ესე ხელით მაჩვენე, რომ მანამდე სადღაც დავფრინავდიო. ხო და შენთვის, რა არის ეს დავფრინავდი? ხშირად ვამბობთ ამ ფრაზას, ხო? მე მაშინ დავფრინავდი, წარსულზე რომ ვლაპარაკობთ და ყველას თავისი აზრი აქვს ჩადებული ამ ფრენაში. რას ნიშნავს ეს დავფრინავდი? შენთვის რა არის? როგორი იყავი მანამდე? იცი რა არის? დავფრინავდი ნიშნავს არაკონცენტრირებულ ცნობიერებას, ცხოვრობ შენი სურვილებისთვის, სიამოვნებისთვის, გჯერა 1000 ილუზიის. ცხოვრობ შენი თავისთვის და ნაკლებად გაქვს პასუხისმგებლობები, ნაკლებად შეგიძლია გაიაზრო, მაგალითად, თუნდაც რამხელა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს შვილი. 30 წლამდე ჩემი აზრით არის დრო, როცა ადამიანმა ძალიან ბევრი რამე უნდა ამოწუროს თავში. თავის თავთან დაალაგდეს, გაიგოს რა უნდა, როგორ უნდა, ვისთან უნდა, რანაირად უნდა და ამას ძიება ჭირდება. ეხლა ესე არ არის, რომ სრულწლოვანი გახდი და ყველაფერი იცი და მე 30 წლამდე მქონდა, ახლა 25-მდე მქონდა ძალიან აქტუალურად, უფრო შემდეგ შეფერხდა, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ სადღაც დაკარგული ვიყავი, ანუ იმდენად საკუთარი თავში ვიყავი მოცული ამ ძიებით და საკუთარი თავით შეპყრობილი, რომ ამ დროს უნაროც კი ხარ რეალურად, რომ ვინმეზე აიღო პასუხისმგებლობა რა. და მე მგონი, გარდა ის, რომ თქვა შვილზე შეგიძლია პასუხისმგებლობა იყო ზოგადად ურთიერთობაზე, ოჯახზე, აი სანამ ადამიანი ხშირ რო ახსენე, რომ შენი თავით ხარ მოცული. ანუ ამაში ხო იგულისხმება, რომ შენ ხარ ეგოცენტრული, შეიძლება ეგოისტიც უკიდურეს შემთხვევაშიც და უბრალოდ არ გესმის სხვა ადამიანების, არც გინდა რომ გაიგო. არ გესმის, აი სუფთად მაგ ტერმინოლოგიით არ გესმის, არ შედის.
შიგნით იმდენად ქაოსია და იმდენად შენ ხარ ყველგან და შენ ხარ ყველგან მოუწესრიგებელი, დაუბალანსებელი, რაღაც გინდა და არიცი რა გინდა, რომ ამ დროს ვერ შემოდის მეორე ადამიანი. წესრიგი არ არის ხდები გონებაში და ეს არის ყველაზე მტკივნეული პერიოდი. უბრალოდ კარგია რომ ამას ძალიან ახალგაზრდობაში გადიხარ. ახალგაზრდობას აქვს თავისებური ენერგია, მხიარულება, ილუზიები, ძალიან მარტივად უყურებ ისეთ რამეებს, რასაც მე ვეღარ უყურებ მარტივად. საფრთხეს ვერ აღიქვავ საერთოდ და საფრთხესთან ხარ ძალიან ესეთი მიდგომა გაქვს ძალიან ინფანტილური, იმიტომ არის ახალგაზრდობაში საჭესთან რო ჯდები აბსოლუტურად არაადეკვატური ხარ, გგონია რომ ყველაფერი მარადიულია, შენ არაფერი დაგემართება და როგორი ფატალურია ხშირად ეს მიდგომა და ბავშვს ჩემი აზრით აბსოლუტურად სხვა წესრიგი ჭირდება გონებაში რა. ახლა ჩემი გამოცდილებითაც ვიტყვი ამას, ხო, ბავშვი იმხელა რესურსს, იმხელა კონცენტრაციას, იმხელა ემოციას, იმხელა გონიერებას და ნებისყოფას მოითხოვს. აი რაც არ არის ახალგაზრდობაში, ეს არის ნებისყოფა და იცი რა არის ეგოცენტრული და ეგოისტი ხარ. ეს აუცილებლად ხარ თუ ვინმე ფიქრობს რომ არ არის უბრალოდ არ იცნობს ცნობიერებას და მე ვიტყოდი რომ დაკარგული ხარ, არეული ხარ. დღეს ერთი ხარ, ხვალ მეორე, ზეგ მესამე ხარ კატეგორიული, ყველა შენი აზრი სწორი გონია, ყველა შენი არჩევანი სწორი გონია, ყველა შენი გატაცება სწორი გონია. გონია რომ ყველა შენ გებრძვის, ისინი არასწორები არიან. და შენ არიან. სწორი ხარ და ყველაფერი იცი და ყველაზე კატეგორიული ხარ და ამას ძალიან უგრძნობ, როცა პატარა 25 წლამდე ვმუშაობ, 30 წლამდეც გოგო ბიჭებთან გრძნობ, როგორი კატეგორიულები არიან, როგორ გონიათ, რომ დაინახეს ჭეშმარიტება და ახლა რაღაც ის სერიოზული სახით გიხსნიან. ესეთი ვიყავი, ძალიან ტიპიური, ეგეთი ბავშვი, ახალგაზრდა გოგო ვიყავი და ძალიან ალბათ ცოდვა ამ დროს შვილი შენს გვერდით. მას აკლია ყველაფერი, შენ ვერც კი ხვდები რა აკლია, ეს არის უბედურება, ვერც კი ხვდები. ის კი არა რომ იაზრებ აკლია და არა, ვერც კი იაზრებ, რომ ისე მიდის შენი ცხოვრება, რომ ეს ბავშვი თითქოს არის თავისთვის, თითქოს შენს შიგნით სივრცე ვერ დაიჭირა და ეს ახლა იგრძნობა კიდეც შემდგომში უკვე ბავშვები როცა იზრდებიან და ყვებიან თავის ცხოვრებაზე, ერთ-ერთი მიზეზი ის რომ ბავშვებს აქვთ ტრავმები არის აი ჩამოუყალიბებელი მშობლები. რომლებსაც საერთოდ ვერ გაუგიათ რა უნდა ცხოვრებაში. ეხლა შენახსენე, როდესაც ჩემთან მოდიანო 25-30, ანუ ამასაკის კატეგორია უფრო ხშირად მოგმართავს დახმარებისთვის. გეტყვი ხა ასაკობრივად ალბათ 50 წლამდე, 18 წლიდან ვერც გეტყვი რომელი უფრო მეტია, ნაკლები, მაგრამ მაგასაც ახასიათებს თავისებური ესეთი რაღაც ჯიუტი ფანატიკური, ინფანტილური, ხო, დარწმუნებულება და რომ უყურებ მე ამათ პირველი ჩემი თავი მახსენდება. მე ძალიან ისეთი თვითდაჯერებული ტიპი ვიყავი და ხო და აი როდის იწყება პიროვნული განვითარება? საერთოდ ფსიქოლოგი ხო ამაში ეხმარება ადამიანს პირველ რიგში და არა იმაში რომ მოუგვაროს რაღაცა. არა, ფსიქოლოგია ვერაფერს ვერ მოგიგوارებთ, ვერავინ ვერაფერს ვერ მოგიგوارებთ ცხოვრებაში, გამორიცხულია. თქვენს მაგივრად ვერავინ იცხოვრებს და თქვენს ტკივილს ვერავინ გაივლის, მინდა უბრალოდ უთხრა მაყურებელს, რომ არ იფიქროთ, რომ ვინმე ტკივილი აგაცილოთ, გამორიცხულია, თუ ის გასავლელია, თქვენ ამას გაივლით. გასავლელი ნიშნავს, რომ თუ ქაოსი დიდია თქვენში და კონტაქტი გაწყვეტილია თქვენს თავთან, პროცესი უკვე თავისთავად მტკივნეულია, იმიტომ რომ გაწყვეტილი კონტაქტი ნიშნავს, რომ შენ სავსე ხარ პატერნებით, იდეებით, წარმოდგენებით, ოცნებებით და კატეგორიული ხარ, რომ ზუსტად ესე უნდა წავიდეს შენი ცხოვრება და თუ ესე არ წავა, ნუ მაშინ ეს არის ცუდი, ეს არის უბედურება, ეს არის რაღაცა კოშმარი და ასე შემდეგ. როდის იწყება? არ ვიცი, ყველასთვის ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის შეიძლება 14 წლის ასაკში დაიწყოს, ვიღაცისთვის 20, ვიღაცისთვის 50 წლის ასაკში. ყველაფერი დამოკიდებულია. და ნამდვილად ესეა ხა ცნობიერების უნარზე. რამდენად ცნობიერება მაღალია, გახსნილია, მიმღებია. რაც უფრო შეზღუდულია ცნობიერება, იქ ნელა მიდის ძალიან პროცესები. მაღალი ცნობიერება რითი განსხვავდება, იცი, დაბალი ცნობიერებისგან, მაღალ ცნობიერებაში სწრაფად გადის. ძალიან წამში იაზრებს, ხედავს, აკვირდება, იღებს, უშვებს. დაბალ ცნობიერებაში ერთ წრეზე ტრიალი მიდის მუდმივად. ეს არავის ბრალი არ არის, არ ვიცი, ეს იბადებიან ესე ადამიანები, ამას ჩვენ ვერ უარყოფთ, ისევე როგორც სწავლის ნიჭი ვიღაცას აქ ვიღაცას არ აქვს, ეს ფაქტია. ხო, უნარები. ხო, უნარები, ეხლა
ამაში სხვადასხვა უნარები აქვს ადამიანს რა და ყველა ინდივიდუალურად არის ძალიან საინტერესო, ხო? და შესაბამისად ვერ იტყვი როდის. რაც უფრო ძლიერია იდეოლოგია, ტრადიცია, რელიგია, ესეთი განპირობებული, ჩალაგებული იდეები გვიან. უფრო გვიან დიდი ხანი ჭირდება გონებას. იცი რა უფრო ვიგულისხმე როდისში? აი, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ეხლა მე მინდა განვითარდე. პიროვნულად განვითარდე მაგალითად. და აი, რომ გონიათ, რომ აი ეს არის პიროვნული განვითარება, მაგრამ რეალურად ის არ არის, რაც მათ გონიათ. აი, როდის იწყება რეალური განვითარება? აი, რა უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში? ბევრი ცუდში ვგულისხმობ იმედგაცრუება. შენი ესეთი წარმოდგენებით დალაგებული გეგმა რო გაქვს, ხო ხა სკოლა დავამთავრე, ხა უნივერსიტეტი დავამთავრე, ხა სერტიფიკატი ავიღე, ხა წავედი იქ მუშაობ, ისე აი ამ ყველაფერში რო ხვდები, რომ მაინც ვერსად ვერ მიდიხარ, მაინც არავის არ ჭირდები, მაინც ვერაფერს ვერ აკეთებ, ვერ ალაგებ, თითქოს იცი, თითქოს გააქვს ვერ პოულობ შესაბამის გარემო სამსახურს იმას მოუწესრიგებელი. პირადი ცხოვრება ძალიან დიდ როლს თამაშობს, ეს უცნაური რამეა, მაგრამ ესეთი პირადი ურთიერთობები და განცდები რო აზანზარებს ფსიქიკას, ეგრე არაფერი არ აზანზარებს. სამსახური როგორიც ახლა მიჯაჭვულობა არ არის, ერთიდან წახვალ მეორეში, მეორე და მესამეში პრობლემა არ არის, მაგრამ პირად ურთიერთობაზე მგონია რომ ყველაზე სერიოზულ პროექციებს არაცნობერი აქუშვებს რა. აი ყველაზე სერიოზული დამრყმელი ძალა მანდ გამოდის და მანდ ხდება რომ ჩამოგეშლება თავზე ყველაფერი, იმიტომ რომ შეპრობილობამ, რაც ადამიანებს სიყვარულს ეძახიან მიჯაჭვულობამ, შეიძლება ისე ჩაკეტოს ენერგია, ისეთი უნარო გაგხადოს შენი საკუთარი ნიჭიც კი ვერაფერში ვერ გამოიყენო, იმიტომ რომ გონებაში ბნელდება. აი პროცესები იცვლება, თითქოს ხვდები რომ გამუკეტილი ხარ და ვერ მედიხარ. ეს ყველაფერი პროექციების ხო, ეს ყველაფერი არის, როდესაც შენში ესეთი ჩადებული შინაარსები გამოვიდა. ბოლოს გამოვიდა. და გამოვიდა ნიშნავს, რომ გამოვიდა ის, რაც ავთენტურია, რასაც გაცნობიერება უნდა და შენში ინტეგრაცია უნდა და შემოერთება და ამ დროს შენ იყურები გარეთ, იმიტომ რომ პროგრამა მოგაჩეჩეს ხელში, რომ რა არის ცხოვრება და რას უნდა მიაღწიო, რომ ამ დროს არის სიყვარული, ამ დროს არის კარიერა, ამ დროს და ესეთია. ეს არ არის ჩვენი რეალური ცხოვრება, გარეთა შაბლონები ეჯახება იმ რეალობას, რომელიც შიგნიდან მოდის. მე ვერავინ ვერაფერს ვერ გიხსნის, იმიტომ რომ ყველა ამ შაბლონების ტყვია, ყველა ამ პატერნების ტყვია, ყველა ესე იცხოვრა, ყველა ცუდად არის და ბოლოს იმაზე თანხმდება ყველა, რომ სამყარო აი ესეთი უბედურება და ძალიან ცოტა ხვდება, იწყებს ფიქრს, რომ იქნებ სულაც არ არის სამყარო უბედურება, იქნებ მე ვხედავ რაღაცას არასწორად, იქნებ ჩემი პატერნები, ჩემი წესები, ეს რაღაცა წარმოდგენები არის არასწორი და იქნებ სულაც მე რაც ვიცი ეს არის არაფერი. და ეგ როცა გავაცნობიერე, აი მივედი მაგამდე, რომ იქნებ მე ვცდები რაღაცაში. მაგრამ არ მაქვს ინსტრუმენტი, რომ აი ეს იქნებ. მე მართლა რეალობაში გადავიტანო და შევცვალო აი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ხო გაფიქსირებული განწყობები, ამის შეცვლა ხო არ არის ესეთი ადვილი. არა, ადვილი არ არის, მაგრამ იცი რა არის, ინსტრუმენტი არის თვითონ იმ მომენტში ხდება გაცნობიერება. გაცნობიერება ესე არ ხდება ვიждე ხა მე ვარსკვლავებს უყურებ და იმ მომენტში, როდესაც ხა მე მოვედი და უშო ჩვენთან რაღაც განწყობით, რაღაც მოლოდინით, შენგან ვერ მივიღე, სრულიად საპირისპირო მივიღე სიცივე, ან პირიქით ინტერესობა, ან აბსოლუტურად სხვა ტიპის ინტერესი. ანუ გაცნობიერება ნიშნავს, რომ მე ამას ტრაგედია კი არ უნდა დავარქვა, უნდა დავიწყო ფიქრი, რომ ამ ადამიანს ეს ხედვა, ესე მხედავს, მე ესე ვხედავ, ისე მე სხვა მინდა ამისგან, ამას სხვა უნდა ჩემგან. მე ვაგრძელებ იმას, რომ მაშინ რატო ჩავიციკლე მე ამაზე, რატო ვერ ვიღებ ამას როგორც ფაქტს. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ პიროვნულ თავისუფლებას და პიროვნებას ზოგადად როგორც რაღაცა ცალკე მოაზროვნე არსებად, მაშინ რატომ არის პრობლემა, რომ შენი ჩემდამი დამოკიდებულება მე ვერ მივიღო. და მაინც და მე ჩავიციკლო იმაზე, რომ ზუსტად ისე უნდა გქონდეს ჩემდამი დამოკიდებულება, როგორც მე მინდა. პირადი ურთიერთობები ამ ნიადაგზე არ არის რეალურად პრობლემატური, რომ მოგწონს ვიღაცა და უცებ აღმოჩნდება, რომ იმისთვის შენ ხარ კარგი მეგობარი და შენ გაქვს დრამები, ნუ ეს როგორ, მაგრამ მანდ უნდა აი გაცნობიერება რას ნიშნავს, იცი, არ წახვიდე დრამაში, არ წახვიდე ტრაგედიაში, არ წახვიდე რაღაცა ლანძღვაგინებაში და რაღაცა სამყაროს დასასრული არ წარმოიდგინო და შენ თავს კითხო, რომ იქნებ მე თავიდანვე
ეს ადამიანი ან ეს ურთიერთობა დავინახე ჩემი სურვილებით და არა რეალობაში და ეს ყოველთვის ესეა. შენ როდესაც ადამიანს დაინახავ, ხა ერთ რამეში ადამიანს ვერ გამომტყუნებ, იმდენად ღრმა არის ეს პროექციები შენ აზიარ ახლა როგორ კეთდება, აი ვერავინ ვერ ახსნის როგორ ხდება რომ დაინახავ ადამიანს და აბსოლუტურად მეგობრული ურთიერთობა გიყალიბდება და ვიღაცას დაინახავ და რაღაცა ლენჩივით უყურებ, ხვდები რომ რაღაც გზნობები გამოდის და შენც არ იცი რა გემართება, ხო? ნუ ეს რაღაცები ყოველს განგვიშთია ხო ცხოვრებაში. მესმის რომ ამ დროს ძალიან ძნელია რამე აკონტროლო და რატომ მოხდა შენს გონებაზე ეს მაგიური თავდასხმა, ამ რაღაცა შინაგანი შენი ემოციების, იმიტომ რომ იმდენად ბნელია ადამიანის ფსიქიკა, მე სულ ამას ვიცახი, არავინ ისაუბროს ფსიქიკაზე რაღაც ისეთზე რომელიც მან იცის. ეს არის შარლატანობა. ისეთი სიბნელეა შეგნით. საიდან რა მოდის, რატომ მოდის, რისთვის მოდის, რა თავდასხმები აქვს ამ ყველაფერს, რა არ ვიცით და არც უნდა ვეძებოთ. ხო, ვერც გაიგებ, უარესად გირევს გონებას. ისევე როგორც შენ რო ეძებო ღმერთი მილიონი წელი, უფრო აირევი და მას ვერ იპოვი. ჯობია აი ამ გამოვლინებებს უყურო, იმიტომ რომ ის იმიტომ ავლენს თავს, რომ გაჩვენოს, რომ ხლა მოდი აი აქ დაიწყეს სწორი დანახვა და უბრალოდ გადახოლ სხვა ეტაპზე და დანახვა მან ხდები აი შე რომ ამბობ რომ აი ეს ხო რთულია, მაგრამ თუ შენ მიხვდები რომ ტრაგედიას კი დრამას კი არ დაარქმევ ურთიერთობას და იტყვი რომ უბრალოდ მე მინდა ეს, მაგრამ რეალობა არის ის რომ იმიტომ რომ იმასაც ხო თავისი ჩრდილი აქვს, თავისი არაცნობიერი აქვს, თავისი შიშები და კომპლექსები აქვს, თავისი რა ვიცი ღრმა გზა აქვს, რომელსაც თვითონ გადის და შეიძლება წარმოქმნას არ აქვს და ნუ ორმა ადამიანმა სხვადასხვა წერტილიდან დაინახა ერთმანეთი, გამოიწვია განსხვავებული ემოციები. აი ეს უნდა მიიღო საღად და მერე წაყვე. და მიიღო და გააცნობიერო, შენ შეიძლება სევდაში დარჩე და უსიამოვნებაში, მაგრამ ჯობია ეს რეალობა მიიღო და თქვა რომ უბრალოდ მე ვერ ვეგუები იმას რომ ამ ადამიანისგან მინდა რაღაცა ვაშლი და მაძლევს ბანანს, ვიდრე ის რომ აი რაღაცა ტრაგედია, ამას მაინც მივაღწევ, იმას მაინც მივაღწევ, აი ეს რაღაცა ხო, მაგრამ მაინც არის ხოლმე, აი რატომ აძლევს იმ აი რატომ გამიკეთა ეს, რატომ პირდებოდა მანამდე სხვა, რატო იყო სხვანაირი? არა, როცა პირდებოდა ეგ სხვა თემა, ეგ კიდე მეორე кейსია, რო პირდება. მე ხა უბრალოდ როგორ кейსზე ვისაუბრე, იცი რომ შენი აწყობილი მოლოდინებით რო ხარ და რეალობა რო აბსოლუტურად სხვა. და არ გინდა მიიღო ეგრე. ხო, არის მეორე кейსი, როცა სრულიად შეგნებულად გაზლაითინგი რო ხდება, სრულიად შეგნებულად რო მოდის ადამიანი მანიპულაციით, იმით რომ გატაროს თავის შუაზე, მოგარგოს თავის ცხოვრებას და თავის გრაფიკს ამავე დროს რა. ეს მეორე თემაა კიდე. აქ უფრო გამიზნული ადამიანის რაღაც ესეთი ჩრდილი და ცუდი თვისებებია წინ და ეგოიზმი, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა კითხვა იყო ესეთი, რომ როგორ უნდა მოხდეს ამის დანახვა ერთ დღეზე, აი ესე და უნდა მე მოხდეს. პრაქტიკაში გადი. ხო, პრაქტიკაში მხოლოდ მუშაობს ის, როცა შენ ამბობ, რომ მე კი მინდა ესე, მაგრამ არის ახლა რეალობა ეს. მოდი ახლა მივიღო ეს ტკივილი, ეს სიცარიელე და წავყვე, აბა რას მომიტანს. აი მხოლოდ აქ არის გასასვლელი. დანარჩენი ყველგან ჩიხია. ეს დისკომფორტი სულ არის ადამიანი ამ ტკივილის გარეშე ვერ არის, იმიტომ რომ ტკივილი პირდაპირ უკავშირდება ნერვულ სისტემას და ამ შენს ემოციურ ფონს. აქ ტკივილს აღძრავს თვითონ ტვინიც და შემდეგ უკვე ნერვული სისტემაც, მაგრამ შედარებით მარტივად გასასვლელი გზაა. ტკივილს ადამიანი ვერ აცდება. სანამ ადამიანის სურვილების წარმოდგენების და თავისი ამ ბნელი არაცნობიერის გავლენის ქვეშ არის, ტკივილს ის ვერ აცდება, იმიტომ რომ ყველაფერი აი როგორც მშობიარობა არ არსებობს ტკივილის გარეშე, ხო? გასაგებია რომ ტკივილგამოყუჩებელი არსებობს, მაგრამ თვითონ პროცესი ხო არ არსებობს, იმიტომ რომ იმდენად იცვლება ისეთი პროცესი მიდის, ეს იწვევს ტკივილს, ეს უკვე ანატომია, ხო? აი ფსიქოლოგიაც ეგ არის, ხვდები, არის რაღაცები, რაც უბრალოდ ტვინისთვის აღიქმება როგორც ტკივილი. ეს კი პიროვნული განვითარება ტკივილის გარეშე ვერ იქნება. არ არის, ნუ სამწუხაროდ არ არის კი. არ არის არც იმედგაცრუებების, ეს იმედგაცრუებას ესე რომ გაურბის ადამიანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ხშირად იმედი, რასაც შენ ეძახი, შენი შაბლონები, პატერნები, ანუ სრული ილუზიებია, ხვდები? და ეხლა ეს უნდა დაინგრეს. სხვანაირად ვერ გახვალ შენს გზაზე და ჩვენი არსებობა სრული მხოლოდ მოგზაურობა, დრაივია, მეტი არაფერი, შეუჩერებელი მოძრაობა. ეხლა პიროვნულ განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, დღეს ძალიან პოპულარულია 1000 გვარი ტრენინგები, რაღაც ვორქშოპები, თუნდაც ფსიქოლოგთან სიარული, რაღაცა მილიონი პროგრამა არსებობს და
შეიძლება რომ აი ამ ყველაფერზე, ანუ პიროვნულ დამოკიდებულებაზე, მუშაობაზე იყო დამოკიდებული. ანუ რაღაც ნარკოტიკივით რო გქონდეს, რომ გგონია რომ რაღაცას აკეთებ, გამოგდის, მაგრამ იმდენად ხარ დამოკიდებული აი ამ სწავლაზე. არა, ეგ ხო იდეოლოგიაა ხო, ჩვეულებრივი. ესეც იდეოლოგია. რელიგიაზეც მასე ხარ დამოკიდებული. როცა იდეოლოგიაზე ხარ დამოკიდებული, არაფერი არ იცვლება. ერთი ნაბიჯით ვერ წახვალ წინ. ერთადერთი პიროვნული გამოცდილება, ანუ უნდა მოусმინო ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ მე კი არ გასწავლი, უბრალოდ მოგეხმარები შენი გზა დაინახო. მოგეხმარები, რომ ეს არის ახლა ბილიკი, რომელიც უნდა გაიარო და ცოტათი აქ რაღაცა თავის გამოცდილებას გეტყვის. ვინც გეუბნება, რომ მე ვიცი და მოდი წამომყევი ხა ჩემს გზაზე, ეს არის ჩვეულებრივი ლიდერი, რომელსაც მიმდევარი უნდა და ხა ამის უკან უფრო კომერცია დგას ან ამბიცია ან რაც იყო ხო, ახლა ახალი არ არის, ადრე რელიგიები იყო ესეთი ძალიან აქტუალური ფილოსოფიური სწავლებები, ახლა პიროვნული განვითარება ჩვეულებრივი კომერცია, იმიტომ რომ შეხედავ ადამიანს, რომელიც თვითონ არის სადღაც გაურკვევლობაში და უცებ აგროვებს ჯგუფს და ეუბნება, რომ იცი რა, მე თქვენ ახლა გასწავლით როგორ გახდეთ შფოთვები შიშების გარეშე, ხა ეს ბოდვა, მაგრამ მეორე თემა რომ ხა ადამიანს ყველანაირი ბოდუსკენ მიდრეკილება, ხა ადამიანს მკითხავი, ნათელმხილველი, რა ვიცი, ჭხიბავი, ყველაფერი უნდა. რატო? იმიტომ რომ აი ეს რაც წეგან ვილაპარაკეთ ჩვენ გაცნობიერება, ეს არის ცნობიერების, მოდი ვთქვათ, რაღაც ეტაპი. ამ ეტაპამდე ისეთი ქაოსია გონებაში, მხოლოდ ეძებ გამოსავალს. გამოსავალს გარედან. შიგნით რომ გამოსავალი შემოგთავაზოს ცნობიერებამ, აი დღეს უკვე ხმამაღლა შემიძლია ამაზე ლაპარაკი. რაღაც ეტაპზე უნდა იყოს ცნობიერება მისული. თუ არ არის რაღაც მდგომარეობამდე შანსი არ აქვს ადამიანს. ამიტომ მე სულ ვამბობ, რომ რელიგიებმა ძალიან კარგი როლი ითამაშა, ძალიან განუვითარებელი ცნობიერების პერიოდში, ძალიან კარგად, იმიტომ რომ მოაგროვა ეს ხალხი რაღაცა სიმბოლოები გაუღვიძა, ის რაღაც თითქოს დისციპლინაში ჩასვა და ნელი ტემპია, მაგრამ მაინც არის ყოველ შემთხვევაში ჰაერში არ რჩება ადამიანი, ხო, ამიტომაც შექმნა ადამიანმა რელიგია. და თუ არ მივიდა ამ კონდიციამდე ხვდები რომ აზრი არ აქვს და ჯობია აი რაღაცით თავი გადაირჩინოს. ეს იქნება ასტროლოგია, ვარშკლავები, მკითხავები, ვიღაც თავის სულელი მასწავლებელი, მაგრამ რომელიც რაღაცა ისეთი კარგი დემაგოგი ორატორია, ხო? ამიტომ მე მესმის აბსოლუტურად, ეხლა დაახლოებით იგივეა, მე რო ვიყავი 14 და 13 წლის რო ვინმე ჩემთვის ამ თემაზე დაეწყო ლაპარაკი, ვერაფერს ვერ გავიგებდი და რა თქმა უნდა ჯობდა რომ ისე ვიღაცა ჩემნაირ სულელებთან ერთად ყოფილიყავი, იმიტომ რომ იქ რაღაცა ენერგიის სუბლიმაცია მიდის, რაღაცას გავიგებ, იმას მაინც მივხვდები რომ ბოდოა ეს ყველაფერი და ესენიც ჩემნაირი სულელები არიან. ამიტომ ეს ტერიტორია მუდამ იქნება აქტუალური კონკრეტული ცნობიერების ადამიანისთვის. რაც უფრო მაღლა ადის ცნობიერება, უფრო ნაკლები ხალხია იმ ტერიტორიაზე. ხო, უფრო ნაკლები გისმენს, იმიტომ რომ შენ ხშირად ხვდები, როცა მუშაობ ადამიანებთან, მარტო მუშაობ არა, აი პოდკასტებში დავდივარ ლექციები, მაგის ადამიანები რომ მისმენენ, ხვდები მისმენენ თუ არა. ანუ გიყურებენ ადამიანები, მაგრამ ხვდები რომ ვერ გისმენს. აი ხშირად მithქვავს, რომ აი ვგრძნობ როგორ იკარგება ჩემი. წამყვანზე ამბობ თუ აუდიტორიაზე? აუდიტორიაზე, ხო. წამყვანიც შეიძლება იყოს ეგეთი ტელევიზიებში მაგალითად. გიყურებს და ხო, აი აუდიტორიაში ინდივიდუალურადაც ხვდები, რომ შენი ყოველი სიტყვა სადღაც გარბის, ანუ არ მოხდა რა, ხა ეს ადამიანის ბრალი არ არის. ცნობიერება მოცემულ მდგომარეობაში, მაგიტომ არის სავალალო კაცობრიობის ბედი ტანჯული, იმიტომ არის ისტორია ადამიანების ტანჯული, სულ ისტორია რაღაცა ძალმომრეობის, ჩაგვრის, ექსპლუატაციის, იმიტომ რომ აი ეს დაბალი ცნობიერება, სადაც ეგოა წამყვანი, იმან მარტო ეს იცის მოხვეჭა, ეგოს გონია რომ მარტო მე, იმიტომ რომ ისიც ესეთი რაღაცა უღმართი რაღაცა მდგომარეობა, მას გონია რომ რაც მეც გადაყლაპავს და იმაში როა ანიმე როა მოჩვენებებით გადაცებული. ხო იცი, შავი ის რომ მოდის მე ამ გოგოს და რომ მეგობრდება პირს რო აღებს და ყველაფერს რო ყლაპავს, ეს ხო ტრაგიკული პერსონა არა, ესეთი არქეტიპია, რომელსაც გონია რომ უბრალოდ რო დანაყრდეს უნდა ჭამოს და ესეა. რაც უფრო დაბალია ცნობიერება ეს ეგოს ხარჯზეა შევიწროებული და
ცნობიერების გაფართოება ხდება ეგოს შევიწროების ხარჯზე. და შესაბამისად მას გონია რომ ბევრი უნდა ყველაფერი, საკვები, ფული, რაღაც ასხმული, რაღაც სისულელეები, ძალაუფლება ისის, მაგრამ მაინც ცოტათი მაინც იტანჯება ადამიანი. ასე რომ აი ეს რაღაცა დიალოგი რო შედგება უკვე ადამიანს მოსმენა რო შეუძლია, ეს ნიშნავს რომ რაღაც კონცენტრაციის კერები გაჩნდა შიგნით, ანუ ცნობიერებამ დაიწყო მობილიზება და აი აქ უკვე შეიძლება ვისაუბროთ რეალურად პიროვნულ განვითარებაზე, მაგრამ რა ახლავს იცი ამას, როდესაც ამ კონდიციამდე მივა ადამიანი ის მომენტალურად ხვდება რომ მარტოა ამ გზაზე, მომენტალურად ხვდება რომ მაინც თვითონ უნდა ეძებოს თავის ინდივიდუალური განვითარების გზა. მას უკვე აღარ ჭირდება ამდენი ხმაური და ამდენი მასწავლებლები და ამდენი ლიდერები. მაგრამ ეგ რაღაც კონკრეტულ ასაკში ხდება. მე მგონია რომ მე ასაკი რო იყოს კიდე რა უჭირს. შეიძლება დაბერდე და საერთოდ არ მოვიდეს. ცნობიერების რაღაც ეტაპზე მოდი ეს. სხვათა შორის მე მქონია, აი რამდენიმე თვის წინ ზუსტად ეგ გავიაზრე, რომ მეთქი ახლა მოდი ამას ისე გადავწყვეტ, რომ არავის არ ვკითხავ არაფერს. ეს გავაკეთე, მაგრამ რაღაცა გვერდითი, მოვლითი რაღაცებით ვცდილობდი სხვისი აზრის გაგებას. აი ესე უბრალოდ რაღაცა ვითომ ჩამოვაგდე თემა, ანუ საუბარი ამ თემაზე და ანუ კითხვა კი არ დავუსვი, ახლა რაღაც აზრი კი არ ვკითხე. უბრალოდ დავიწყე საუბარი იმ თემაზე და მე მაინტერესებდა რა სიტყვა ეს ადამიანი. ჩვენ ხო ყველას გვყავს ჩვენი ავტორიტეტები, მაგიტო ვახსენეს ასაკი. რაღაც გრძნობ, რომ ადრე უფრო დამოკიდებული ვიყავი სხვის აზრზე, მაგალითად მამა ჩემის, დედა ჩემის, რაღაც სხვა ავტორიტეტების. ეხლა ისე ძალიან არ ვარ, მაგრამ ბოლომდე ამისგან განთავისუფლებული ვერ ვარ. ძალიან მინდა რომ ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. რაც მოდის ის განთავისუფლებს, შინაგანი სიმყარე რომ მოდის. რაღაც არის შინაგანი სიმყარე იგრძნობა, შენ გრძნობ, რომ აქ უკვე შეგიძლია მარტო წახვიდე და რაღაცა ტერიტორია მოსინჯო შენით, ასე რომ არა, ეგეც ნორმალურია, ხა მე კი არ ვამბობ, რომ დაიბადება თუ არ ადამიანი. აუ სალო რა არიცი. აი, რაგზეც გამოვიარე, დღეს რო ვფიქრდები, ისეთი რთულია ეს საკუთარ თავში გარკვევა, ისეთი რთულია, ისეთი ქაოსია შიგნით და სიბნელე, რომ მე კარგად მესმის ადამიანის რა. მე კარგად მესმის რომ ადამიანს უჭირს, მე არ ვიცი ეს როგორ უნდა მოახერხო. მე არ ვიცი ძალიან ბევრი რამე როგორ მოვახერხე, როგორ გადავლახე, წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. დღეს შეიძლება რომ მკითხოს ადამიანმა ვერც უპასუხო, მაგრამ ვიცი რომ ეს არის ძალიან დიდი წყუდიათთან დგახარ წინ და რისკზე აგდებ შენს თავს და არც იცი რა გამოგივა. ასე რომ კარგად მესმის ადამიანის რეალურად, რომელსაც უჭირს და ეძებს მუდმივად გარე ავტორიტეტებს. წლებია, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობ, რომლის მომხმარებელიც ვარ ან ვენდობი. სწორედ ასეთი კომპანიაა იმედიელი. უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას სწორედ იმედიელს ვანდობ. კომპანიას ჩვენთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომელთაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა დღეიდან უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. მომხმარებლებს აღარ მოგვიწევს გამონაკლისებში გარკვევა და უფრო მარტივად შეგვეძლება ავარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. პოდკასტის მაყურებლებს კი იმედიელი გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას უნო კომფორტზე, რომლის შეძენაც ონლაინ შეგიძლიათ. ვებგვერდი და პრომოკოდი ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ. იმედიელი უკვე 31 წელზე მეტია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ დაზღვევას თავაზობს და დღეს უკვე 270,000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება. იმედიელი ესაა დაზღვევა, რომელსაც ირგებთ. და სწორედ ამას ეხებოდა შენი სტატუსი და მოდი მე მგონი ახლა კარგი დრო არის რომ წავიკითხოთ. ჩვენ ხშირად მთელი ცხოვრება ვეძებთ ვიღაცას, ვინც დაგვიცავს, გვიხსნის, გვეტყვის რა გავაკეთოთ და ჩვენს ცხოვრებას მოაწესრიგებს. თითქოს სადღაც გარეთ არსებობს ადამიანი, ძალა ან სისტემა, რომელიც ჩვენს ფოთვას გააქრობს და პასუხისმგებლობას შეგვიმსუბუქებს. მაგრამ ზრდასრულობა იწყება მაშინ, როცა ვაცნობიერებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი საკუთარ თავში უნდა ავაშენოთ. ზოგჯერ ჩვენი ყველაზე დიდი შიში არა მარტოების, არამედ საკუთარი ძალის აღმოჩენის შიშია, რადგან როცა ხვდებით, რომ არჩევანის ცვლილებისა და პასუხისმგებლობის უნარი ჩვენშია, ვეღარ ველოდებით მუდმივად მხსნელს. ესე იგი, მხსნელი არის ჩვენთვის რისიც გვეშინია იმის საპირისპირო, ანუ აი თუ მხსნელი იქნება, მე აღარ მეშინია.
იცი რა არის ფროიდს აქვს სადღაც მგონი ცივილიზაცია და მისი უკმაყოფილება ესე იწყება რომ აი ადამიანმა იმ წუთიდან პატარა ბავშვი რო ჩასჭიდებს მამას ხელს რაღაცა თითებს აი იმ წუთიდან ეძებს ღმერთის იდეას და ესე იყო კაცობრიობა რომელიც პირველი რო დადგა ამ ქაოსის წინაშე ხა რო წარმოიდგინო კაცობრიობის განვითარება ნუ ისტორიაშიც როგორ ბნელა მაგრამ ნუ მაინც რაღაცა ხო შეგვიძლია ავაგოთ გარკვეული კონსტრუქცია ესე იგი სამყარო თავისი ქაოსით სტიქიებით ცვალებადობით შემშილი ძალადობა და უცებ ადამიანი აქვს რომელიც უნდა გადარჩეს ხო ადამიანს არ შეუძლია მთლიანობაში დაინახოს თავისი არსებობა ადამიანს არ შეუძლია დაინახოს საიდან მოვიდა სიკვდილამდე ნუ დაბადებამდე რა ხდებოდა სიკვდილის მერე ხო ადამიანი ხედავს იმ პატარა სივრცეს სადაც იმყოფება ესეც ჩვენი ერთ-ერთი უბედურება ესეთი ჩაკეტილი ცნობიერება ხო და აი მომენტიდან ადამიანი რო ჯერ უსუსური დაუცველია და მგონია რომ ეგ მაინც ბავშვობაში ყალიბდება იმიტომ რომ ტრამვულია ის ყველაფერი ტრამვულია როცა შენ უსუსური ხარ ყველაფერი აბსოლუტურად და ეს ბუნებრივია ეგ არის ბუნებრივია როცა შენ არ შეგიძლია თავს ვერ იცავ სუსტი ხარ და უცებ ვიღაცა დადიან დინოზავრები შენს გვერდით რომლებიც დაგაბიჯებენ და გაგჭყლიტავენ გასაგებია რომ ეს უკვე ცნობიერებისთვის ტრამვაა ხო ფსიქიკა ესე მუშაობს უცებ დაინახა შეინახა და შეეშინდა და მორჩა ეს შიში ჩაიწერა რაღაცა იმაზე დისკზე და მუშაობს ხო ესეა მოწყობილი ხო ტვინი და შესაბამისად უკვე გაჩნდა ალბათ საავადმყოფოდ მან დიდი ამხსნელის და ეს რელიგიებიც ალბათ მაგიტომ გახსნა მარადიული რაღაცა მოლოდინი რომ ვიღაც მოვა და ნუ ეს ასე შემდეგ ხა მე ვითარდები და ხვდები რომ არავინ არ მოდის მიხვდი თუ გაგიმართლა და მშობელი ყავს ხო მაგრამ მშობელიც ხშირად ხდება შენთვის ეგეთი დინოზავრი ხო პატარა რო ხარ იმიტომ კი რომ ის დინოზავრია შენ აღიქვავ იმიტომ რომ შენ გინდა ის უარს გეუბნება შენ შეიძლება რაღაც აქცევის გამო დაისაჯო რომელსაც შენ ვერიგებ რა არის, მაგრამ მისთვის ნუ ის სხვა ცნობიერებიდან და ამიტომ მე რაღაცა ამ ტრის ხატიც ხდება. ხო, ყველაფერი არის, იმიტომ რომ შენ როგორი პატარა ცნობიერება ის გაკ ბავშვი ისე ხედავს სამყაროს და უფრო არის მტრული გარემო, იმიტომ რომ ბაღში წახვალ ვიღაცა ხელს კრავს წაგაქცევს, სკოლაში მიდიხარ ვიღაცა შენზე ძლიერია, ვიღაცა გაბულინგებს ვიღაცა ის და ნუ სულ გადარჩენაში ხარ, ხო? აქ უკვე არის მოლოდინი, ხო? მე შენს გულში ეძებ ვიღაცას, მე კითხულობ, მე რაღაც გმირებზე კითხულობ, რა მითებს კითხულობ, კინოებს უყურებ, ზორო გამოვარდება რაღაც ეგეთი იყო, ჰერაკლე და ვიღაცები რომლებიც ესე ადამიანებს ეხმარებიან და მე სულ ესე ხარ. მე გასწავლიან, რომ შენ თუ კეთილი, კარგი იქნები, ყოველთვის სიკეთეს გააკეთებ, შენ ღმერთი გვერდზე დაგიდგება. მე არის ისი გოდება, ხო, მთელი ძველი აღქმა იობის სადახარ ღმერთო, მე ხო ესეთი ვარ, ისეთი ვარ, სადახარ ღმერთო, რატო გამწირე და იობს ვერავინ ვერ გაამტყუნებს. მანდ იმიტომ რომ იობი იყო ესეთი თვალსაჩინო, მაგალითი კეთილშობილი ადამიანების და ნუ კატოკივით გადაუარეს. მიძლავდა ეშმაკმა ერთად რა. ხო და ნახესალო სანამ გონება მივა იქამდე რომ დაიწყოს ფიქრი რა ფენომენია რატო არის რომ როცა ვარ კეთილი მატყუებენ ვარ განწირული აი დააკვირდი რა რაც უფრო ესეთი თავაზიანი ხარ კეთილშობილი ხარ კარგად აღზრდილი ხარ რაღაცა შენი წესები გაქვს ადამიანებს ცდილობ არ ეწყენინო პირიქით დაეხმარო სულ ხარ ისეთ გარემოცვაში რომ ყველა ცდილობს რაღაცა გამოგიყენოს სათავისოდ ბევრი გაშრომოს მოკლედ ან შენი გზნობები სათავისოდ გამოიყენოს ხო დაგჩაგროს ხო არა და თითქოს ნორმალურია რომ ხარ კეთილი მე ხო იღლები ამდენი ჩაგვრისგან და უკვე შენი სიკეთე უკვე აღარ არის სიკეთე ხო ხვდები რომ უკვე რაღაცა სადღაც აქ გაბოროტდი უკვე რაღაცა გაბრაზდი გეწყინა და შენი წყინაც არავის არ აინტერესებს ხო ეს პირველი მეგობრობაში იწყება რომ ხვდები რომ გადაგაბიჯებენ და გაივლიან ხო და სანამ შენ მიხვალ იქამდე რომ ამაზე ფიქრი დაიწყო რომ იცი რა აი რატომ არის ესე რატომ უთხრა რატო დათანხმდა ღმერთი მოდი იობის მაგალითად ვთქვათ რატო დათანხმდა ღმერთი ეშმაკს აი ამ თამაში ის ხო ღმერთია ეს გავიგეთ რომ ეშმაკია მაგრამ ის იმას რაში ჭირდებოდა შემოწმება ნუ რა თავში ქონდა პრობლემა თუ ეშმაკს უმტკიცებდა რამეს ამ დროს ჩვენ ვამბობთ რომ მაღალი ცნობიერებაში არაფრის მტკიცება თან მანიცის ყველაფერი როგორ დამთავრდება ყველაფერი თან მაღალ ცნობიერებას აღარ ჭირდება დამტკიცება ანუ ღმერთს არაფერში არ ჭირდებოდა ხა
ეშმაკისთვის დაემტკიცებინა, როგორი ერთგული იყო მისი იობი. წესით მისთვის ეს უნდა ყოფილიყო, რაღაც მოდი რა გაიარე რა, არ მაინტერესებს, ან არც გელაპარაკები და всё ხო. მაგრამ მე ხვდები, რომ მაგ რაღაც გენიალურ მითოსში თუ ბიბლიურ მითოლოგიურ სიუჟეტში არის ჩართული ზუსტად ეს პირველი შეხვედრა, როდესაც შენ ხარ კარგი თბილი გოგო და რაღაც და უცებ შენი არაცნობიერის ჭრილი რო ამოვარდება და ამ შენ სინათლეს, რომელიც თითქოს თავისთვის არის, უცებ აი დაჭრდილავს, დაეჯახება, დაანოკაუტებს და უცებ შენ ცხოვრებაში იწყება რაღაცა ეს მთელი. მაგრამ რა დავაშავე? ხო, რა დავაშავე და რაღაცა ძალიან ბევრ სიტუაციაში ლოგიკა არის მაგაში. ხვდები, რომ ადამიანს მართლა არაფერი არ დაუშავებია და გადაუარა ცხოვრებამ, ხო? არის ჩვენ ვიცნობთ კიდე წინით ადამიანებს. ხო, რეალურად და ამიტომ აი სანამ აქამდე მიხვალ, რომ გარეთ მხსნელი არ არის და არავინ არ არის, მართლა უნდა გაიარო ეგ გზა, რაც ადამიანიდან იობამდე და შემდეგ ქრისტემდე მოვიდა და მაგ სატოში ზუსტად ეგ დავწერე, რომ ჩვენ მუდმივად უკვე მე რა ხდება, იცი ჩვენი ტვინი ხო რაღაც ახალი პროდუქტი არის მილიონობით წლებით გამოცდილებას ატარებს გენეტიკა ეს ყველაფერი კოლექტიური არაცნობიერი კაცმარიცის რა ფენომენია საერთოდ რა მეხსიერება ცხოვრობს იუნგი ამბობდა რომ კოლექტიური არაცნობიერი ინახავს კაცობრიობის მთლიან მეხსიერებას და იქნებ კიდე რაღაც უფრო მეც ხო კაცობრიობის მიღმა საიდან მოდის ადამიანი არავინ ვიცით ხო აი ამ ისეთ რამ ინფორმაციული დატვირთვა აქ ამ კოლექტიურ არაცნობიერს კაცი ვერ გაერკვევა, კი არა, ეშმაკი ვერ გაერკვევა შიგნით რა ხდება და ამიტომ სანამ აქამდე მივაცნობიერება ის მუდამ ეძებს მხსნელს და ამდენი რელიგიები, ამდენი მესია, ამიტომაც არის ყველა კულტურაში, ყველა ეპოქაში და შემდეგ უკვე გადმოგვაქვს ეგ რა თქმა უნდა პირად ცხოვრებაში, ქალისთვის ეს უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ რაღაც მამაკაცი თავისი ამ რაც მასკულანური სხეულის გამო აღიქმება ძლიერად, თუმცა დადგა ისეთი ეპოქა მე-20 საუკუნე, როდესაც უკვე დავიწყეთ ფსიქიკაზე საუბარი, დავიწყეთ რაღაცების დანახვა და მივხვდით, რომ უბრალოდ მასკულანური სხეულია მეტი არაფერი, ცნობიერება არის ცნობიერება, ერთნაირად უჭირს ყველას, შეიძლება ქალი ბევრად უფრო ძლიერი, ჩამოყალიბებული, კონცენტრირებული არსება იყოს, ვიდრე მამაკაცი, მაგრამ აქამდე მოსასვლელად რამდენი საუკუნეები დაჭირდა კაცობრიობას, ხო? ამიტომაც იყო პატრიარქალური დიდხანს საზოგადოება, რაც უფრო დაბალი იყო ცნობიერება, უფრო ეჯერათ, რომ მასკულანურდებს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო გამოქვაბულში როცა ხარ, ვიღაცა ვიცი, რომ ძლიერია და კარგად ურტყავს და თიშავს და კლავს, ხო, იმას აირჩევ, იმიტომ რომ გადარჩი, ან სულაც არ გინდა არჩევა, სხვა გზა არ გაქვს, მოდი ესე ვთქვათ, ხო, არის რაღაცა კიდე ძალა. ფსიქიკური ძალის გარდა არის ფიზიკური ძალა და როცა შენ ცოტა ჯუნგლების გარემოცვაში ხარ, შენი ხა ფსიქიკური ძალები შენი ვერ გადაგარჩენს. ფსიქიკურ ძალას შეუძლია მიგაღებინოს რეალობა რა. აი მაგალითად რო ხვდები რომ შენს თავს უბედურება გადაიარა, შენ 1000 რამის მსხვერპლი ხარ, უბრალოდ იწყებ ამის მიღებას, რომ ჭკუიდან არ შეიშალო. ფსიქიკას ეს შეუძლია ხვდები, მაგრამ ასე რომ ეს და კაცებზე გახსოვს ჩვენ სანამ დავიწყებდით პოდკასტს ჩვენ ახსენე რომ დღეს ისეთი დრო არისო კაცები არიან დაბნეულებიო ვეღარ გაიგეს თავისი ადგილი სად არის რა არის რა უნდა გააკეთოს იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე იმდენად სტანდარტულად აი გაუცნობიერებლად ეს თქვა პატერნები მუშაობდა მათში რომ ქალი არის სუსტი მოიყვან ეტყვი რასაც ეტყვი იმას გააკეთებს ქალმა ხმა არ უნდა ემყოს ქალი უნდა იყოს მორჩილი კიდია ხო გადმონაშთი ესეთი აზროვნების ქალებშიც რომლებიც რაღაცებს ამტკიცებენ, მაგრამ უკვე მასიურად იმარჯვებს მაინც აზროვნება, ხო? მსოფლიოში ვიცახით, რომ არის კულტურები, სადაც ქალი ისე შეზღუდულია და განსაკუთრებით რელიგია, რასაც უწყობს ხელს, იქ უფრო ძნელად ვითარდება. ხო და შესაბამისად მამაკაცი დაბნეულია, იმიტომ რომ იმან ესეთი გენეტიკური მეხსიერება გახსდა, ესეთი რომ ქალი რო ეტყვის, იმან უნდა დაუჯეროს, რასაც იტყვის უნდა დაუჯეროს, იმიტომ რომ ის მართალია, იმიტომ რომ ის არის მთავარი და უცებ ნახე რა ეპოქა მოვიდა, ქალი მიხვდა რომ მე შემიძლია ვისწავლო, მე შემიძლია განვითარდე, მე შემიძლია მქონდეს ჩემი ფული, მეც მაქვს ჩემი სურვილები და მე შემიძლია ჩემს ხასიათზე ვიცხოვრო, როგორც მამაკაცები ცხოვრობდნენ მთლიანად ისტორიის მანძილზე. და ეს ყველაფერი ფიზიკური სიძლიერის გარეშეც მიღწევადია. აბსოლუტურად დღეს აღარ მართავს აღარაფერს ფიზიკური სხეული, ნუ ხა ცივილიზაციის მანდრავა.
რაღაც იმაზე მაინც ვართ ხო რაღაც კონდიციამდე და კაცი აქ დაიბნა, იცი, იმიტომ რომ მიხვდა რომ შეხვდება ქალს, თითქოს ეს კოდია რომ აი უნდა დაგემორჩილოს და ხვდება რომ ეს ქალი ისე გესაუბრება რომ ხშირად არც იცი რა უნდა უპასუხო, ხშირად ვერც მიყვები ლოგიკაში ხვდები და ეს ჯერ მაინც ესა ეგო დაამბარდაუნება მუშაობს და მაინც მიუღებელია, იმიტომ რომ მაინც გინდა რომ პირველი იყო. ამისინათ ვიღაცა წერდა რომ 2030 წლისთვისო მინიმუმამდე დავაო ოჯახების შობადობა. ხო და შობადობა იმიტომ და ბუნებრივია, იმიტომ რომ კაცი ვერ ეგუება ამ თანასწორ ქალს, ეგუება მხოლოდ ის კაცი, რომელსაც აქვს მაღალი ცნობიერება, ნახე როგორ არის ეხლა რატო ქალებმა რატო დაიწყეს უფრო სწრაფად ტრანსფორმაცია ესე იგი იბრძვის ის, ვინც დაჩაგრულია, ესე არ არის, იბრძვის ის, ვინც უფრო სუსტია. ახლა როცა შენ ძლიერი ხარ და კარგი ცხოვრება გაქვს, ნაკლებად ხარ კონცენტრირებული მაგეებზე და შესაბამისად ქალებმა ძალიან დაიწყეს ძიებად გადარჩენაზე ფიქრი დაიწყეს ხვდები, იმიტომ რომ არ იყო მარტო რაღაცა ესეთი ბავშვის გაჩენის რაღაცა ესეთი ორგანო მხოლოდ და დამლაგებელი სახლში და საუკუნეების მანძილზე იყვნენ ქალები ამ ფუნქციას ასრულებდნენ უხმო, უუფლებო, შვილი უნდა გააჩინო, დაალაგო, მოემსახურო და გაჩუნდე. არ გაჩუნდები და კაროჩი მაგრად მოგხვდება რა, ეს იყო ეხა ეს კაცობრიობაში ქალი რაღაცა ესეთი ეპოქები გავიარეთ, რომ კაც ყველაფერი აპატიებოდა და ქალი დღემდე ეგრე ახშენ რო ახსენე ზოგიერთ კულტურებში და სოციუმებში. კი ბატონო, მაგრამ ცივილიზებულ მხარეს აღარ არისო და გიცავს როცა უკვე კანონი და კონსტიტუცია, გიცავს უკვე ძალიან მაგარი რაღაცაა და შესაბამისად ეს შეუსაბამობა არის. ხო, მოდი ესე ვთქვათ რა, მამაკაცმაც უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი, მასკულანური და რაღაცა ისეთი კუნთების, კაჩაობისგან უნდა ტვინის და რაღაცა უჯრედების კაჩაობაზე გადავიდეს და დაიწყოს ფიქრი, რომ თვითონ არ არის პირველი და ღმერთი და ყველაფერი და ქალი არის უპირველესად მისი პარტნიორი. და არა მისი მონამორჩილი და მისი სურვილების დამაკმაყოფილებელი რაღაცა არსება, როგორც ისლამში როა, რომ ქალს არ აქვს სული, ის არის მხოლოდ იმისთვის, რომ კაცები დააკმაყოფილოს და რაღაცა, ხო? და შესაბამისად არის ეს შეუსაბამობა და იქნება და ეს არის, მე ვიტყოდი, ევოლუციის ნაწილი. ცნობიერების განვითარების ნაწილი, იმიტომ რომ მაღალ ცნობიერებაში, როდესაც ამბობენ, რომ სქესის აღქმა არ არის, ეს ფიზიკური სქესის გაქრობა კი არ არის, ცნობიერება აბსოლუტურად ეკონტაქტება ცნობიერებას და არა რაღაცა სქეს და ძლიერი სუს და ასე შემდეგ. და ეს არის პიროვნული განვითარება ზუსტად. რა თქმა უნდა. რომ აი მართლა ეს სქესებს შორის კი არ ხდება ეს რაღაცა. რა თქმა უნდა და ურთიერთობა დგება უპირველესად ცნობიერებას შორის და სხეული კი საერთოდ დროებითია შენი სქესი კი არა, შენი სხეულიც კი რეალურად, ხო? ნუ ამას უბრალოდ ცნობიერება უნდა, მაგრამ აქეთ მიდის კაცობრიობა და ეხა რის გამოც ვიღაცები რაღაცა დაცემულები ღაღადებენ რომ სამყარო ირყნება. აი, აგვემართება მეორეს მოსვლა. არაფერი არ ხდება. უბრალოდ მუდმივი ევოლუცია, ეხა სწრაფიდანებით წავიდა. ეხა ჩვენ არ გვიცხოვრია მე-18 საუკუნეში ან თუ ვიტყორი არ გვახსოვს ყოველ შემთხვევაში და არ ვიცით რა ხდებოდა მაშინ, მაგრამ უბრალოდ ევოლუციური პროცესია, ცნობიერება იღვიძებს და შესაბამისად ხედვა იცვლება. თუ ხედავდი შენ ამ ხელა კვადრატს, ახლა ხედავ დაუშვათ ხუთჯეროდიც და შესაბამისად უკვე სხვა რაკურსით დაინახე, თუნდაც ეს ოთახი, ხო? და ამიტომ არის რომ ხო არის მგონი დარვინის ნათქვამია რომ გადარჩება არა ძლიერი ან სუსტი ან ოპტიმისტი, გადარჩება ის ვისაც შეუძლია ხო ადაპტაცია. ეგ არის ყველაფერი არის ადაპტაცია და კიდე მეც სიურპრიზ მოუტანს ადამიანის საკუთარი არაცნობიერი, იმიტომ რომ ის არის დაუსრულებელი რაღაცა სივრცე, რომელიც შემოდის, იჭრება და შენ ახალ ეტაპზე გაყავხარ და ჯობია მიიღოს ეს ადამიანმა, ვიდრე დაუპირისპირდეს და მე დაიმსხვრეს ამ ბრძოლაში. ხო, ეხა მიღებაზე და აი ის შენი სტატუსის თემა, ნუ შენ ისეთ რაღაცები ახსენე ხა ეგ საერთოდ ცალკე პოდკასტის და სერიების თემა, ის იობის თემა, რელიგიის თემა. ეს ცალკე სასაუბრო თემა, უბრალოდ აი ერთი რაღაცა რომ შემოვიტანოთ ერთი განმარტება. აი შენ რო ახსენებ აი ეს რო სულიერი მოძღვრებები, ეს რელიგიები, ისინი ხო მაინც აი ამაზე ეყრდნობა ამას, რომ უნდა მიენდო. ეს ღმერთი იქნება, ეს სამყარო იქნება თუ რაღაცა ძალა და
აი სად გადის ზღვარი ამაში, რომ მიენდო ადამიანი, იმიტომ რომ ესეც ძალიან დიდი ძალა ადამიანში ხო მინდობა. და სად არის მინდობა და სად არის ვიღაცის ძიება? აი ვიღაცა მხსნელის ძიება, აი ამათ შორის განსხვავება რაშია და რა დროს არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში? იცი რა არის მხსნელის ძიება ნებისმიერ სიტუაციაში утопия, განწირულია. არ არსებობს მხსნელი. შენს თავში უნდა იპოვო. ნუ არა ფაქტია რომ არ არის, თორე ვინმე შეხვდებოდა აუცილებლად, ხო? არ არის. ეხლა მინდობას, რელიგიურ მინდობას მე დღეს ძალიან ღრმად ვიაზრებ უფრო. სავარაუდოდ ვინც წერდა ყოველ შემთხვევაში ხა ის არ არის რომ დღეს ყველა რელიგიაზე ლაპარაკობს ხო ვინც წერდა მაგას ალბათ ეს ადამიანები გულისხმობდნენ მინდობას რეალობის მიღებას და რეალობის მიყოლას ანუ იყო აი ნახეს საინტერესო ხო იყოს ნება შენი მამაო ჩვენოში როა ხო ეს ნიშნავს რომ არის ისედაც ნება მისი, ეხლა არავინ დაიჯეროს რომ თავის ნება აქვს მართლა თუ დაკვირვებულია მიხვდება რომ არაფერი ნება ადამიანს არ აქვს. არის ანუ ნება მისი, ანუ რაღაც ხდება შენ ცხოვრებაში, რომელიც შენ არ აგირჩევია, მაგრამ შენ ცხოვრებაში ხდება, ანუ ნება მისი, ხო? აი ეს მიიღე. ნუ წუწუნებ, ნუ გაურბიხარ, ნუ ცდილობ რაღაცა ეს მოთქმაგოდებით უბრალოდ მიიღე. საუბარია ისეთ რამეზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. მიხვდი ახლა მაგალითად ტრაგედია მოხდა შენ ცხოვრებაში ან შენ ხელს რაღაც დაემართა ან იქით მიდიოდი ჩაგეკეტა ვერ წახვედი მიღებაზე აი მგონია რომ ეს მუდამ იყო ეს ხმა მუდამ ისმოდა რომ რეალობას მიყევი დააკვირდი რაც მე უკვე მაგალითად კრიშნამურტმა აიყვანა რაღაცა ძალიან იმაზე გასაგებად ძალიან დახვეწილად გადმოსცა რომ მიიღე ნუ ებრძვი დააკვირდი გააცნობიერე რატო მოხდა რატო მოვიდა რატო დადგა შენს წინ და ამ გაცნობიერებაში ხდება შენი ტრანსფორმაცია მგონია რომ ეს იყო რელიგიურ ტექსტშიც და ღმერთზე მინდობა ჩემთვის ნიშნავს მიენდო ამ შენ საკუთარ არაცნობიერს შენ აი რაღაცაში შენ შიგნით წამოსულ ძალას, რომელიც თითქოს შენს ცხოვრებას რაღაცა დოზით წინ უსწრებს შენს გადაწყვეტილებებს და ეხლა ვინც უკვე დაკვირვებულია ხდება, რომ ჩვენი სურვილები ნაკლებად აღელვებს აი ამ სამყაროს თუ ამ ღმერთს თუ ამ არაცნობიერს მას თავისი გეგმა აქვს და ამ გეგმაში შედის მხოლოდ ერთი რამ გაცნობიერდეს არაცნობიერი გაცნობიერდეს, ანუ ის შენში არსებული ასეთი ხელუხლებელი ნაწილი გადმოვიდეს, გაცნობიერდეს და ინტეგრირდეს, რომ შენ იქცე სხვა პიროვნებად და მგონია რომ ასე მიდის ადამიანი მესიისკენ, რომელიც თავად ხდება შემდეგ თავის ცხოვრებაში. ხო და ეს კიდე ცალკე თემაა ჩემი აზრით. ამაზე ესე ვერ გავჩერდებით, მაგრამ ქრისტეს მესიანიზმი ჩემთვის არის ზუსტად მაგის ჩვენება, რომ ქრისტე მაჩვენა ხალხს, რომ გახდით ის, რაც ვარ მე. თქვენი თავისთვის, თქვენი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ქრისტეს ცხოვრება არ იყო მარტივი, ხო? ჯვარს ეცვაცემეს, მოკლეს, აფურთხეს, აგინეს, ეხლა გაიარა ეს გზა, რატოღაც ამას არავინ არ უყურებს და ამბობენ რომ აი რაღაცა სასუება მექნება ქრისტესი და ის ამაცილებს ყველა უბედურებას იმან თავის თავსაც არ აცილა და ნებისმიერი რელიგიური ტექსტი არის სწავლება პატერი კი და სიმბოლო რომ დაგანახოს და რახან არ აცილა გითხრა რომ რაც გასავლელია ის უნდა გაიარო აი მე ეს გავიარე და რაღაცა აიღო თავის თავზე საშინელი რაღაცა მომენტი ხა წარმოიდგინე ახლა ჯვარზე რო გაკრავენ და ეკლის გვირგვინსთან რა ვიცი კიდე რა მექანიზმები ქონდა ადამიანს ხო წამების და ამას არავინ არ უყურებს ხო თითქოს ეს გვერდზე გადეს და დაინახეს მარტო ქრისტე უკვე რაღაც ოლიმპოზე რომელიც ამბობს რომ მე ქრისტე შენ ვერ გიხსნის უბრალოდ იმიტომ რომ თიდან გადმოგხედოს და ხელით ქრისტემ გითხრა რომ აი ზუსტად ესე გაიარე გზა როგორც მე გავიარე არ აიცილა აი ნების მიღება ეგ არის ხო მან თქვა რომ მოვიდეს რაც მოსასვლელია ეს არის ნების მიღება ხო მიიღო იმიტომ რომ მას ეს ჭირდებოდა დაინახა რომ ეს მისი გზა იყო ეხლა ტანჯვა მაინც ეგეთი არ უნდა იყოს რომ მათრახები გირდყან უბრალოდ ეს არის სიმბოლო ტანჯვის და ჩვენში ხდება ეს ემოციურ დონეზე ხშირად ფიზიკურ დონეზე და ეს არის რელიგიური ტექსტები თუ შენ საღად წაიკითხავ გასაგებად გეუბნება რომ ის რომ შენ თავში გახსნა მესია ან დაამთავრო ადამიანად არსებობა და რაღაცა წახვიდე ზევით
სადაც არის მაღალი ცნობიერება, შენ უნდა გაიაროს გზა. აი ეს უნდა დაინახო ადამიანმა ხვდები და არა ის რომ ეხლა მე დავემხობი დავეცემი, არ შევჭამ არ დავლევ და მოდი ღმერთო მიშველე. ძალიან ადვილია, არ შეჯამო არ დალიო. ძალიან ადვილია და ძალიან ძნელია ცნობიერება შეცვალა. ხო და აი რატო გვერევა ეს ორი რაღაცა ერთმანეთში ადამიანებს ერევათ რომელ ჯვარცმაზე ალაპარაკე პატარა ტკივილიც კი ემოციური სატანა არ შეუძლია და კი არა მოკლა გინდება ეგრევე ყველაში რა გეზიზღება უკვე და გინდა დახოცო ყველა და დააკვირდი პარტნიორულ ურთიერთობას ორი ადამიანის სიყვარულს ეფიცება ერთმანეთს და პატარა დისკომფორტი ან უფულობა დაიწყება ან შეიძლება ვიღაცა ალბათ გახდეს მის გარეგნობას რაღაც დაემართოს, წონა მოიმატოს და ან დაკარგოს ან და უკვე ეზიზღებათ ერთმანეთი, აღარ უნდა დაუფურას და ემსგავსა და მე ეს არ შემიძლია, რაც რაზე ვლაპარაკობთ, გეხოცები ჩვენ ერთმანეთს არ უყურებთ რაღაცა მთავარი საკვანძო ადამიანური სიყვარულით, რომ გიყვარდეს მისი სული, მისი როგორც ადამიანური მოცემულობა და სულ გინდა რაღაცა ისეთ კრიტერიუმებში იჯდეს, რაც შენ სიამაყეს რაღაცას ხო სულ ამისთვის გინდა პარტნიორი, რომ შენ რაღაც გაკლია მოეფინოს. ხო და რაღაცა სრულფასოვანი გაიჩითო სადღაც, იმიტომ რომ მაგარი კაცი ყავს, არ მაგარი ქალი ყავს გვერდით და აი ამ ბოდვაში დარჩენილ პატარა ადამიანს რო ხა ვერ გაუგია მის თავს რა ხდება და გასაგებია რომ მე ეგეთი ადამიანებში ტკივილი შემოდის სტიქი ასავით უნდა გადაგიაროს, გაგანადგუროს, რომ ჩამოგეშალოს ეს ეგო რომ ადამიანად იქცე და ამ ადამიანის ქცევას ვიღაცა ეძახის უბედურებას და კვდება ისე რომ მე რატო მე ეს რითი დავემსახურე ვიღაცა უფრო გონიერი ამბობს რომ არ მაინტერესებს რითი დავემსახურე მოდი დავინახო რა მომენტში რა ხდებოდა და მივიღო და მე ის მშვენივრად ხედავს როგორ ინგრეოდა ეგო ყველა ესეთი ტკივილის აი ზუსტად სატანჯველის შემცირება თუ გვინდა ეს არის მთავარი შემცირება სატანჯველი მიიღე და ის მცირდება. ხო, სატანჯველს რო გაურბიხარ, ის მოგსდევს როგორც რაღაცა შენ კუძე გამომმოლი, ხო, და ის არ დაგანებებს თავს სიზმარში შეყოლ შემოყვება, გამოყვება, მიიღე და დაინახე რის გამოიტანჯები. ყველა ტანჯვის უკან მე ადრეც ვთქვი, ყველა ტანჯვის უკან დგას კონკრეტული აზრი. შენ უნდა დაინახო, მე უბრალოდ ხედავ არმიას ადამიანებისას, რომლებსაც არაფრის დანახვა არ უნდათ საკუთარი სიმართლის გარდა და აქ არის უტოპია. ეს არის ჩიხი, განწირული ხარ. განწირული ხარ ყველაფრისთვის. ესე იგი შენ ცხოვრებაში ვერ შემოვა, ვერც სინათლე, ვერც ბედნიერება, ვერც სიმშვიდე. როცა შენ ამბობ, რომ მე თუ ეს სრული არ დამეკმაყოფილდებოდ, მე დავждები და ვიტირებ, მე ვენდრო იტირე რა. აი, იტირე, ეგ შენი არჩევანია რა, იმიტომ რომ მინდა შენი მინდა არ არის სამყარო რა ძალიან ბევრს რაღაც უნდა და ეს მინდები რო იკვეთება რა გამოდის მე აბსურდი არაფერი ხო არის მომენტი რომ შენი მინდა არაფერ შუაში აღარ არის და დარჩი ამ მინდასთან ჯობია მინდასთან დარჩე იმ ტკივილით ვიდრე ასდიო ამ მინდას და ხშირად ეს ტოქსიკური ურთიერთობები რა არის ერთი მისდევს მეორეს არ იღებს იმის უარს აი რა არის რომ დაუგვირდი აი რა ქცევა ადამიანს შენთან არ უნდა დაეხოწები ჩემთან იყავი აი რა იდეა რა დევს ამაში ანუ შენთან იყოს ხო დაჯდეს მერე შენთან როგორც პიროვნებასთან არ უნდა ანუ რამხელა შეურაცხმყოფელია წარმოიდგინე რომ ვიღაცა რომელსაც ჩემთან არ უნდა საუბარი ჩემთან ყოფნა არ უნდა ვეხვეწები რომ დაჯექი რა აი ეს რომ დაინახო რამდენად შეურაცხმყოფელია და ან რაში გჭირდება შენ ხო მოსაუბრე გჭირდება შენ ხო ტკივილის გამზიარებელი გჭირდება შენ გჭირდება რომელიც ხელს ჩაკიდებს და შენთან ერთად გაივლის ქარიშხალს წყალდიდობას კარგამინც მაგრამ შენთან ერთად და მარტო ლამაზი და ახალგაზრდა კი არ უნდა უყვარდე არა ახალგაზრდა არა ლამაზი სუქანი გამხდარი რა ვიცი ყველანაირი რო იშლები ხო რა ფულიანი უფოლო უსწავლელი ნასწავლი სულ ერთია და აბა დაფიქრდეს ადამიანის შეუძლია ამის ტვირთვა ჩვენთან ახლა როგორ არის კულტურა ცოტა წინ რა ტრადიციული ქართული ოჯახები როგორ ხდებოდა იმაში რომ მარიტაში გედია კარგი ბიჭია გედია ცუდი ბიჭი არ არის მაგრამ გედია ფული არ ქონდა ხო ღარიბი იყო და всё მურჩა დაამთავრა და ეს იყო მისაღები იმ საზოგადოებაში ციციქორი ხო სიმბოლოა რაღაც ქართული რაღაც ამპარტაუნულ მართალი ადამიანის რომელმაც სული ცოდა ვის რა ჭირდებოდა ადრე ქრისტე რო ფარისევლებს ეძახდა ზუსტად ეგ კასტა იყო
და ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ფული არ აქვს, ან გოგოს, ან ბიჭს, ან ის შეუფერებლა, მორჩა, ლაპარაკი არ არის, არავინ არ იყურება სულში და თვითონ რო ჭირდება, ყველა ლაპარაკობს, რომ აი ადამიანის სული, ჩემი სულია მთავარი, აი რატო ვერ ხედავს, როგორ მიყვარს, ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს. გარე რაღაცა ფასადების გარდა და აქ ყველანი ერთნაირები ვართ, ეს უნდა დავინახოთ რა. იმიტომ რომ ყველანი გიჟებივით ვეძებთ გარე რაღაცა ფულს, დიდებას, ძალაუფლებას, რაღაცა სილამაზეს, ყველაფერს ხელოვნურს, ჩასაცმელს, ნივთებს, იმიტომ რომ მან ყველა ერთნაირები ვართ. რა უბრალოდ ვიღაცაზე მეტი როა, მერე იწყება ეს დრამები და დრამაქვინობა, რომ აი მე რაღაც თორე აბსოლუტურად ყველა ადამიანი ერთნაირია და ეს პროცესი არ გაჩერდება, თუ ვიღაცა არ გამოეყო, არ გაჩერდა და არ თქვა რომ მე მიღწევა კი არ მინდა, ჩემი სურვილის დაკმაყოფილება კი არ მინდა, მოდი დავინახო რა ჯანდება ხდება ჩემს თავს. როცა შენ ფიქრობ რომ ფსიქოთერაპია ან აღმოსავლური აზროვნება იმისთვის არის რომ შენ ხა მიხვალ და ამ სრულს დაისრულებ, შენ უკვე უტოპიაში ხარ, ეს აბსურდია. შენ ვერავინ ვერ დაგილაგებს ვერაფერს, შენ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო მაშინ, როცა გინდა ბოლოს და ბოლოს გაიგო ვინ ხარ. რა ჯანდაბას აკეთებ ამ სამყაროში და რატო ხარ ესე ჩართული საერთო კომპიუტერზე მიერთებული, რომ შენი არაფერი გაგაჩნია. პატერნების ჩვეულებრივი ნაკრები ხარ და აი პოსტი რაზეც დავწერე არის, ზუსტად ეს არის ზოგადი პატერნით აზროვნება, რომ ნუ მოვა ვიღაცა მესია, რომელიც და დღეს ინტერნეტის ეპოქაში კარგად გამოჩნდა რა სიმახინჯი ცხოვრობს ადამიანი, ადრე ყველაფერი დამალული, დაფარული იყო, ხა აღარაფერია დაფარული და ჩვენ ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აი ამ რაღაცა ძიებამ, რაღაცა მესიების და მხსნელების და ძლიერი კაცების თუ ქალების რა მასშტაბის უთავმოყრობასთან მიყავს ადამიანის ქცევა, ხო აი ხო უყურებ ხოლმე დუბაის ფართები, გოგოები რო ჩადიან რა ხდება ხოლმე და ყველგან ხო აი მონაკო, დუბაის ესკორტნიცებს ეძახიან დღეს მაგათ ხო? აი ეგ თემა არის ხდები, აი ეგ ძიებას რამ როგორი ტრაგიკული შედეგებამდე მიყავს მე ადამიანი. მე ხარ თუ შეიძლება ყველაფერი გაქვს და მაინც ხდები რომ არაფერი არ არის. ხო, მაგრამ მაგას ცოტა გვიან ხვდები. მალევე ვერ ხვდები მაგას. ცოტა გვიან. ან შეიძლება მიხვდე, მაგრამ შეიძლება აი მალე რო ვერ ხვდები, ეგ ხო არის იმის მანიშნებელი, რომ რა მასშტაბით დაბინდული ცნობიერებით ვიბადებით. მე რო წაღან ცნობიერების სიმაღლე ვთქვი, ჩვენ ვიბადებით ეგრე. ხა რატო როგორ ვისგან მე არ ვიცი, ეს ევოლუციის ნაწილია და ჩვენ მართლა რაღაც იქიდან შევიქმნით მოლეკულიდან და ამიტომ ვართ აქ თუ ვიღაცამ შექმნა მე ეს არც არ მაძლევს ხდები ამაზე ფიქრი. ფაქტია რომ ეს მოცემულობაა და მე მინდა ამ მოცემულობიდან ამოვიდე. ეს არის ჩემთვის მთავარი რა, თორე ის რომ ადამიანი ტანჯული და ტრაგიკული პერსონა გავიგე, მაგრამ მე არ მინდა აქ დავრჩეხდები. მე მინდა ვიპოვა გამოსავალი. და შენ ამბობ, რომ ყველაფერი სისულელეა სიყვარულის გარდა. ერთ-ერთ ნაწერში წავიკითხე, არ მახსოვს რას მოაყოლე ეგ. რა ამბავს თუ რა ისტორიას. ჩემ მეგობართან ვიყავი ამას წინათ და ჩემი დაბადების დღის წინა დღე იყო და ჩემი ბავშვობის მეგობარია ძალიან მიყვარს. აი რაღაცა ძალიან დიდი ბავშვობა გვაქვს ერთად გატარებული და ეხა აღარ ცხოვრობ საქართველოში, დროებით არის ჩამოსული, გადავიდა გერმანიაში, ხა მიდის და რო საუბრობდით, რაღაც გავიარეთ ის ბავშვობა ერთად ყველაფერი და უცებ მივხვდი, რომ სულ მიდის და მისი გონება მთლიანად იქ იყო წასული. მე როცა გავიაზრეთ ერთად გატარებული პერიოდი და ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ზოგი ცოცხალიც აღარ არის. და რო უსმენდი მიყვებოდა რაღაც ახანდელ ცხოვრებაზე, ის მივხვდი, რომ იმდენად აზრს კარგავს ყველაფერი. შეჯიბრი წყენა, მე შენგან ეს მეწყინა ეს მინდო და ეს არ მინდო და ეს ცუდად მახსოვს, აი ისეთი ბოდვა იყო ეს ყველაფერი და ისეთი ბედნიერება იყო, რომ მქონდა საშუალება ამ გოგოსთან მშვიდარიყავი და აი განმეცადა ისი ბედნიერება, რომელსაც მასთან ერთად ბავშვობაშიც მქონდა. მე რაღაცა პერიოდი ძალიან კარგი მეგობრობა გვაქვს, აი ძიმე პერიოდები სულ ერთად რაღაცა გადატანილი გვაქვს და უცებ ყველაფერმა იმდენად აზრი დაკარგა და იმდენად მივხვდი, რომ
ყველაფერი იყო აი ის, რასაც ურთიერთობა, რასაც ვგრძნობდი. აბსურდი იყო ნონახი და შელიმთელი თავისი რაღაცა ვიღაც მიღწევები და რა ბოდვა იყო ჩემი თავი დავინახე ისევ იქ დასაწყისში 16, 15, 14 წლის რო ვიყავი და ეს დანარჩენი აქეთ განვლილი ცხოვრება მასში რო ვფიქრობდი რაღაცა მეგონა რომ მწვერვალები უნდა გადამეარა დედასთან ვამობდი მამასთან ხალხთან შეჯიბრი ვიღაცა ცუდი ვიღაცა კარგი და წამში გაქრა ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ უკვე 16 წლიდან 52 წელი უკან არის ხა დღეს ჩემ ცხოვრებას ვხედავ უკან იმიტომ რომ სიმშვიდის ეპოქა მაგაი როლში აღარ ვარ ცხოვრების და მაშინ რო ხედავდი დიდი ამბიციით დიდი ეგოთი დღეს რო დავინახე რომ ეს ყველაფერი იყო აბსურდი რომ დღეს დედაჩემის და მამაჩემის ერთი შეხედვა და საუბარი მირჩევნია ყველაფერს აბსოლუტურად რა უმიც მე მათთან მქონდა და მეგობრებთან თუ ყველა ჩემი ბავშვობასთან თუ ნებისმიერ შეყვარებულთან აი ის წამი რომელიც იყო კარგი და დანარჩენი ყველაფერი იყო ბოდვა აბსოლუტურად ყველაფერი იყო ბოდვა და რომ წამოვედი მისგან უცებ მივხვდი რომ მიდის ნუ ეხლა გერმანიაში რომ მიდის ამაზე კი არ არის საუბარი ზოგადად ყველა მიდის ჩვენი ცხოვრებიდან და ჩვენს მივდივართ საბოლოო ჯამში ვიღაც ყველას ცხოვრებიდან და რჩება ერთადერთი რამ სისავსე რომელსაც იმ მომენტში მე სიყვარული დავარქვი რა აი ამ ყველაფრის მიღმა როცა უკან მოიხედავ და ხვდები რომ რატო რისთვის მჭირდებოდა ეს ომი რისთვის მჭირდებოდა აი ეს ყველაფერი და მაშინ დავწერე ისეთი რაღაცა სევდა გამომყვა და თითქოს ზემოდან დავინახე ჩემი თავით, ჩემი გზაც, ჩემი განვლილი, ჩემი სულელური ეგოცენტრული სურვილები და ფიქრები და მთელი ფსიქოლოგია, ფილოსოფია მეთქი ჯანდაბამდის გზა ქონია ამ ყველაფერს აზრი არაფერს არ აქვს. აი იმ სისავსე რო შემოდის ადამიანთან რო ზიხარ და ხვდები რომ არაფერი არ გინდა. აი ეს გონია მე დღეს სიყვარული რა. ისეთი ემოცია ცოტა ცრემლები მოგთვალებში ძალიან ემოციური. იმ დღეს ხოდშორის ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. და მე დავიკიდე მეთქი არ გინდა ემოციებში ახლა მაგრამ აზრებით აქ ვარ ესე ვხედავ დღეს ახლა ისეთი რაღაცები მგვრეს ემოციებს ახლა ეს არ იყო ისეთი რაღაცა რომ რატომ მომგვარა კაცო ესეთი არ იყო ნამდვილად მაგრამ ადრე არ ვიყავი ესეთი და ახლა სენტიმენტალური გავხდი ახლა ისეთი სენტიმენტალური გავხდი ხო ხან აი ვუსმენ ხოლმე სტუმარს აქ სტუდიაში და ხო იცი ხა მე მაინც ბევრ რამეზე ვფიქრობ კითხვა რაღაცა თან გისმენ თან კიდე რაღაც კითხვები მინდა მაყურებელზე ვფიქრობ რაღაცა ბევრი მოსმენა დაიწყე და სხვა რაკურსით დაიწყე სამყაროს დანახვა და მაგან მოიტანა ეგ სენტიმენტები კი და ეს სენტიმენტებიც რა კარგია ჩემთვის ისეთი სასიამოვნოა აი ხანდახან მიფიქრე რომ რა მაგარია ისე მიყვარს ჩემი საქმე რომ აი ამ ეგ შენ ხო იმან მოგვარა ის ბედნიერების და სიყვარულის განცდა და მე ხა აი ამ წამმა რა მაგარია სადრას დაიჭერს ხო არის და მართლა რაზე ნერვიულობთ ხოლმე აი რა გგონია ეხლა მთელი ჩემი სადარდებლები დღეს დილოს რო გავიღვიძე და რაღაცებზე ნერვიულობდი მართლა ზემოდან შევხედე არაფერი არ იყო არ ჩემი სადარდებელი ვდარდობდი იმიტომ რომ ეგო მკლავდა და ეგოს რაკურსით უყურებდი თუ რა იყო ჩაოლებრივი ცხოვრება იყო ან რა საჯიბრები ვის უმტკიცებ რას უმტკიცებ ადამიანთან გინდა რომ სიტყვა გამოხატო ვერ გამოხატავ იმიტომ რომ აი რამე იფიქროს რაც უნდა თუ ძმაღარ მიდი გამოხატე გაიარე წადი რა გინდა გაუღიმო გაიღიმე და აი კიდე ხა ის როგორ შეგვხვდება იმიტომ რომ ადამიანები მოჭიმულები და კომპლექსებულები არიან და ძირითადად ვერ გიღიმე იმიტომ რომ ყველა ფიქრობს რომ რაღაცა არ ვეგონო სუსტი ნუ ჯერ ხო ესეა მიჩნეული ყოველთვის ჩვენთან ეს არის რაც უფრო ცივი ხარ თითქოს უფრო ტიპი ხარ ხო და პატივსცემენ და დაიმსახურებ ბოდვა რა აი როგორი ბოდვაა აი ყველაფერი იცი უკვე ფიქრითაც აღარ მიუყვები აღარ სამბოლოო დროს საერთოდ სოციალურ ქსელებს აღარ უყურებ რატომ აღარ აბსოლუტური ბოდვა აბსოლუტური სიყალბე არ უსმენ არავის ყველაფერი ტყუილია ხვდები იმიტომ რომ არავინ არ ცდილობს ტრანსფორმაციას ყველა ცდილობს თავის წარმოჩენას რაღაცა პლატფორმის შექმნას რომ თავის რეალიზაცია გააკეთოს და
თითქმის არც ხვდებიან ადამიანები, რომლებიც მართლა ხვდები, რომ რაღაცას ხედავენ, რაღაცას იგებენ, რომ ეგ მომენტალურად იგრძნობა. რაღაცნაირი თავმდაბალი ხდება ადამიანის სხვანაირად გესაუბრება უკვე ან ნაკლებად საუბრობს გისმენს, სხვანაირად დაბნელობას ხედავ მის თვალებში. ეს არ არის ხვდები რაღაცას თვითდაჭერებული პატარა. მოდიან და იცით ახლა მე თქვენ ვის რა უნდა მისცეკეფოწები ის որ გაგიგია შენს თავში რა ხდება მე სამხელა აგრესია ეს პოლიტიკური დაპირისპირება ეს სამხელა აგრესია გუშინ შევედი და უცებ აი რაღაცა უცებ რომ Google-ში რო ინფორმაციები ხო იცი რაღაცა წერდი და უცებ ამოვარ და 14 წლის 28 წლის ხალი გავუპატიურე ეგრევე გავედი ნუ აი ამდენის ატანა მართლა აღარ მინდა მე მართლა აღარ შემიძლია მე ყველას ყველა იზღება ყველას ვის ახლავს ადამიანი ვინ არის ყველა ვიღაცა პარტია რელიგია ტრადიციები არა ტრადიციები მე შენ თავს გაგიხეთქავ იმაზე რა თქვი ამაზე რა თქვი გაგიჟდა თითქოს ამოინთხა ეს ჩოხოსი ყველა вообще მსოფლიოა გაგიჟებული, მაგრამ ქართველებზე ვიტყვი რა. ეს ყველაზე მორალს ამოფარებული, წესებს ამოფარებული, იქ დუხს ეს ნეგატივი და შენ ამას უარყოფ და ნუ ის გაგიჟდება მე და ამოვარდება ომიც ეს არის კოლექტიური ამონთხევა ცნობერის და აქ ხო იყო სულ ეს ქართველი ეს ტრადიციული ვაჟკაცის და უცებ ამოვარდა და გავიგეთ რომ თურმე ტრადიცია და მორალი კი არა ელემენტარულ ადამიანს ნობასთან არაფერ არის ზიზღი მოცულია ხალხი უცებ რაღაცას ეტყვი ადამიანს და უცებ ებერება ეს ანუ ცნობიერებამ კი ვერ მოასწრო გადახარშვა რა უთხარი მომენტალურად მოხდა ემოციაზე იმიტომ რომ ხარია და გაგიჟდა და ვსო ეგრევე თვალებზე ლიბრი წამოვიდა ეს კოლექტიური არაცნობიერის წვდიადი და ადამიანი გახდა მონსტრი ლანძღვა გინება ცემა ტყება მოკლა აი რა არის რა ვიკითხოთ რა არის მართლა ეს ცხოვრება ორწამიანია ხო არწამიანი და მართლა გაკლდება და ისეთი ბრმა ხარ რომ იქ 17 წლის ბიჭი მოკვდა იქ 20 წლის იქ 30 იქ 40 იქ 5 იქ 80 შენ კი ვერ ხვდები რომ რომელიღაცა შენ იქნები ხვალ ესე რომ გაცლის სამყარო გონია რომ ეს ვიღაცები კვდებიან და შენ უნდა გააგრძელო ესე რა რაღაცა დუღილი აი ეს არის ადამიანის სიბრიყვა ხვდები ერთ შვენიერ დღეს შენზე დაწერენ რომ აღარა ხარ და შენ გაქრები აი მაგ პოზაში ყვირი ხარ კივი ხარ თავი ღმერთი გონია თუ სატანა თუ რაღაცა პრეზიდენტი თუ დამლაგებელი მაგ პოზაში მოკვდები ზუსტად და ისეთივე ბრიყვი მოკვდები როგორიც დაიბადე აზრი და ცხოვრობ კიდე მე იკლავ თავს და გიჟდები ასკდები გულს მე მაგალითად არ შემიძლია მე სულ ვცდილობ ჩუმად ვიყო წყნარად ვიყო დავიკიდო მე ესე ნერვიულობით არ შემიძლია ცხოვრება ხვდები მირჩევნია არ გავიგო არ წავიკითხო და ჩემს ირგვლივს თუ ადამიანი მოვა დავეხმარო მაგრამ ის რომ ახლა მე ადამიანს შევყვე სადღაც ომში და რაღაცა მხარე გავხდე და ვიღაცების განსჭა და ის დავიწყო ბოდოა ეს საერთოდ სხვა სამყაროა რა ეს უკვე ჩემი სამყარო აღარ არის და ვცდილობ იმ მცირე ადამიანებთან ვიკონტაქტო ვისთანაც დიალოგი გამომდის რომ რაღაცაზე ვფიქრობთ რაღაცაზე ვსაუბრობთ ანუ ვაფშე არ ვსაუბრობთ რა იმიტომ რომ გწამლავს ინფორმაცია შენ ტყუილად გონია რომ შენ ამის გაცხრილვა შეგიძლია არ შეგიძლია შენ შეიძლება გაიყვი შვენიერ ხასიათზე უცებ ტელეფონი გახსნა რაღაცა წაიკითხო და ვერც კი მიხვდე მთელი დღე როგორ გაგიფუჭდა რა ხო ეს ძალა აქვს უბრალოდ სოციოლოგს ისე ისრუტავს გონება ყველაფერს ისე ისრუტავს და მე ამბობ რომ ტვინი არ მასვენებს სად გავიქცე სად გაიქცე ნაგვით რო ივსებ თავს ყოველ დღე და ყოველ დილით რო გამოდიხარ ხარ აბა ვინ ცემო და ვინ მოკლა და ვის მოვერიო და ვინ დავჩაგრო რა არის შენი ცხოვრება ესე იგი რა საინტერესო მაინც ამ პიროვნული განვითარების გარშემო ვტრიალებთ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ ხო მეტი არაფერი ადამიანი არის მთლიანად რაღაცა პროდუქტი განვითარების ცვალებადობის ხო და ეს არასდროს არ მთავრდება აი რა ვიცი ნუ სანამ ტვინი მუშაობს და სანამ ადამიანი არ დამთავრდება და მე დაამთავრებ ადვად და ადამიანიც აღარ იქნება ხო ნუ შენთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა სასიამოვნო რაღაც ემოციების მომგვრელი და ნამდვილი ხო კიდე რაღაც ამბები რაღაც მაინტერესებდა ავთენტურობაზე
დღეს ხო ჩვენ მაგას ვამბობთ და ვცდილობთ რომ ვიყოთ ავთენტურები, მაგრამ რა არის რეალურად ავთენტურობა, როცა მართლა პროდუქტი ხარ ამდენი რაღაცის გარშემო ავთენტურობა მაშინ გამოჩნდება, როცა ეს ყველაფერი გაქრება, ასე რომ ჯერ ლაპარაკის ეტმეტია ავთენტურობას. დანარჩენზე მოდი შემდეგ პოდკასტში ვისაუბროთ. კიდე რომ გავაერთი სამი თვე, დიდი ხანი ვერ მოვიცდი. ძალიან დიდი მადლობა ნონა, ნონა ხიდაშელი იყო, ჩემი სტუმარი. რა თქმა უნდა ველოდები თქვენგან შთაბეჭდილებებს, დაგვიტოვეთ კომენტარები. ასე მიუხვდები, როგორი პოდკასტები გაინტერესებთ, როგორი სტუმრები გაინტერესებთ და როგორი თემები. და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, თუ ხართ ჩვენი ერთგული მაყურებელი. მადლობა და ერთი კვირით გეფშტობებით.